მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით როგორ შეიძლება მოვაგვაროთ Messenger-ზე არსებული სხარვეზი, რაც მდგომარეობს შემდეგში. მაგალითად, როცა დაბლოკი ტელეფონზე გვირეკავენ, სანამ არ გავხსნით ტელეფონს და არ შევართ Messenger-ში, ვერ ვნახულობთ თუ ვინ გვირეკავს. ეს შეიძლება იყოს Messenger-ი, WhatsApp-ი, Viber-ი, ან სხვა ნებისმიერი აპლიკაცია. კარგი, პირველ რიგში ვაკეთებთ რას? თუ Messenger-ზე გაქვთ მსგავსი პრობლემა, რომ როცა გირეკავენ დაბლოკი ტელეფონზე და სანამ ტელეფონს არ გახსნით და არ შეხვალთ Messenger-ში, ვერ ნახულობთ შემოსულ ზარს. გადადიხართ, ანუ ხსნით პირველ რიგში Messenger-ს, შემდეგ გადადიხართ Messenger-ის პარამეტრებში და აირჩევთ Settings. აი აქ არის Settings, ვაჭერთ Settings-ზე. შემდეგ ჩამოდიხართ ქვემოთ და აქ არის Chat Heads-ი. თუ თქვენთან Chat Heads-ი არ წერია და Bubbles წერია, აჭერთ Bubbles და შემდეგ დააყენებთ ყველაზე. თუ Chat Heads-ი გაქვთ, გააქტიურეთ. გააქტიურების შემდეგ თუ ესე არ ჩაირთო, ანუ თუ ჩართავთ და გადაგიყვანათ რაღაც პარამეტრები ამოგიგდოთ, შედიხართ პარამეტრებში და აქტიურებთ Messenger-ს, რის შედეგადაც ეს მონიშნული დარჩება. ანუ ეს უნდა მონიშნოთ რა. მონიშნვის შემდეგ დაბლოკეთ ტელეფონი, შემდეგ სცადეთ რომ დაგირეკოს თქვენმა მეგობარმა, ან ოჯახის წევრმა და თუ მაინც არ გამოჩნდა და თუ მაინც მოგიწიათ Messenger-ში შესვლა იმის გამო რომ ნახოთ დარეკილი, აკეთებთ ეგეთ რაღაცას. შედიხართ ტელეფონში, აჭერთ 3 წერტილს და შემდეგ ირჩევთ პარამეტრებს. შემდეგ აქ არის ზარის ეკრანი აპლიკაციების გამოყენების დროს. ზარის ეკრანი აპლიკაციების გამოყენების დროს. აჭერთ მასზე და პატარა სარკმელი გადაგყავთ მთელ ეკრანზე. ამის შემდეგ კი მსგავსი პრობლემა აღარ გექნებათ. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ არხი, ასევე გააქტიურეთ ზარის ხილაკი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები.